ისმის გოგიდა როგორ აჟვერს. ერი, ბიჭო. კი ხამღერი. არავის არ გამოდის ასეთი ნახევა. არავის. ოდა. ამიტომაც იწდება გული. მენანა. ტიხის უკანასკნელი ოსტატის ტოებს საბუდა. შოთა მანაგაძე და მისი გარემოცვა, ანუ მის გარემოცვაში გულისხმობ იმ მსახიობებს და ძირითადად იმ გუნდს, რომელიც მის განუმეორებელ და ძალიან საინტერესო ხიბლს ქმნიდა. ძალიან მომხიბლავი იყო ის თუ როგორ ექცეოდა დრამატურგიას თავად მანაგაძეს, ესეც მნიშვნელოვანია და ეს აღსანიშნავია, მაგრამ ყველაზე ნათლად და მაინც ყველაზე სახასიათოდ ეს ჯერ კიდევ ჭირველ მეზობლებში გამოჩნდა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა მანაგაძეს როგორც რეჟისორს სახეთა ტრანსფორმაციის ერთგვარი ძალიან საინტერესო უნარი ჰქონდა, რომელშიც ატევდა ყველაფერს, იუმორს, ირონიას, თვითირონიას, დამოკიდებულებას საგნებთან და მოვლენებთან. დაახლოებით როგორ გითხრათ, ეს ცოტა შემოდგომის აზნაურებისთვის და კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი თვისებების ტრანსფორმაცია იყო, ანუ ამ თვისებების გადმოტანა იყო მისეულ პერსონაჟებში, ადამიანებში, რომლებშიც ის ბევრ რამეს ხედავდა. ეს ცნობილი ამბავია, რომ აი პირველი ფილმი, რომელიც გააკეთა ჭირვეული მეზობლები, მაშინ ქართულ ფილმს პირველი ნახულობდა ბელადი, სტალინი. და ჩაუტანეს მოსკოვში. აჩვენეს ეს ფილმი და მეორე დღეს ცოტა ეთყობა არ არის ეს რა დავარქვა მე იმ ადამიანებს ვის ასეთ რამეს ჩადიოდნენ არ ვიცი დარეკეს კინოსტუდიის დირექციაში და უთხრეს დირექტორს რომ ბელადი უყურებდაო ფილმსო ჭირვეული მეზობლები და ადგა და გავიდაო დაიღუპა რა ბელადი თუ გავიდა ესე იგი არ მოეწონა ეს ფილმი გადადეს ჩადეს თაროზე გადადეს რომ არსად არ უნდა ეჩვენებინათ რახან ბელადს არ მოეწონა ბატონშოთას დაავლეს ხელი და გააგდეს კინოსტუდიიდან მხატვრული ფილმის იმიდან მოაშორეს იქაურობას გადავიდა და დოკუმენტურ სტუდიაში რაღაცებს იქ თავის საქმეს მოაცილეს არ ვიცი რა ხანი გავიდა ბელადი წყალტუბოში ჩამოვიდა დასასვენებლად და იქ მოუთხოვია რომ ქართული ფილმებიო ჩამომიტანეთ უყვარდა ქართული კინო და ნახულობდა ვიღაცამ შეცდომით ეს გადადებული აკრძალული ფილმიც ჩადო ამ გასაგზავნ ფილმებთან ერთად და გააგზავნეს იქ იქ წყალტუბოში უნახავს ეს ჭირვეული მეზობლები და უთქვამს კაცო ეს რამდენი ხანია ეს ფილმი გადაღებული ყოფილა და რატო არ მაჩვენეთ მე არ უნახავს ტყვილი ვიღაცამ თქვა რომ უყურებდა და გავიდა და საერთოდ არ უნახა ნახა და ძალიან მოწონებია ესეთი კაი ფილმი თუ იყო მე რატო არ მაჩვენეთ დააბრუნეს კინოსტუდია ქართულ ფილმში ბატონის შოთას ხელოვნება ყოველთვის სავსე იყო ჭაბუკური ენერგიით,
ხედვით ახალგაზრდური ცხოვრებაზე, სოფხედველობით და მისი სურათები უჭკნობი სიყვარულით იქნება ყოველთვის შარავანდედით, უჭკნობი სიყვარული შარავანდედით იქნება მოსული. აბა გავიხსენოთ მისი სურათები. საბუდარელი ჭაბუკი, კეთილი ადამიანები, ხევსურული ბალა და წუთი სოფელი, ბრწყინვალე სურათებია, შესანიშნავი ფილმებია. და სწორედ ეს სურათები მან სწორედ 50-იან და 60-იან წლებში დადგა. და ამ სურათებში ბატონმა შოთამ შეძლო ყოფილიყო ამავე დროს არაჩვეულებრივად ეროვნული, ნაციონალური. ეს ყველმა ჩვენგანმა იცოდა, რომ ბატონ შოთას სურათში არასოდეს არ შეიძლება ყოფილიყო რაიმე ანალოგია რომელიმე ფილმებიდან, სხვა სურათებიდან, განსაკუთრებით არაქართულ სურათებიდან. ხასიათები ყოველთვის ნაციონალური იყო, ეროვნული იყო და არაჩვეულებრივად ჩამოყალიბებული იდგა ის ქართულ მიწაზე. ნადული ნედუ ახლა სულაბას გავხარე ფაფუ ჩვენი გასეირნება რუსთავიდან დაიწყეს გადაღება, ვისაც ფილმი გახსოვთ. დიდი ადგილი აქვს რუსთავს დათმობილი. ეს სიმღერაც კი იქ არის ის ბატონი რეზოს შესანიშნავი სიმღერა, დღესაც კი არ დაუკარგავს. ხიბლი. აი იმ ქუჩებშია იქ გადაღებული. ძალიან საყვარელი ფილმია ჩემთვის. ერთი შეხედათ. ახალგაზრდა ვიყავი და მე თანამოაზრები ვიყავით თითქმის მეტნაკლებად ერთმანეთის ტოლები ვიყავით უყოლა. ყველაზე უფროსი მან შედარებით ბადრი კობახიძე გახლდა თაცი განსვენებული. მე ჩვენ ერთად ვსწავლობდით კარლო ჩემზე წინ გახდათ ბატონი კარლო ყულონტი, ახლა თქვენ ტელევიზიის რეჟისორი გახლავთ, ცნობილი რეჟისორი გახლავთ ბატონი გავი. ოთარი ბატონი მეღონე თუხუცესი, აც გარდაცვლილი ასევე რეზოხობოა ბატონი. ეს იყო და ჩვენი ძვირფას ხალბატონი, მისთვისაც მე მგონი თუ არ ვცდები, პირველი ფილმი უნდა იყოს ნანული პირველისთვის. მეუღლეს, ჩემს მეუღლეს ანსახიერებით. რეზოხობოა იცნობდა ახლო, ოთარი ჩემზე უკეთ იცნობდა ბატონ შოთას, მე არავითარი კონტაქტი არ მქონდა და წამიყვანეს იმათ ერთ ჩვენი დღეს შოთა მანაგაძესთან გამაცნეს. შემდეგ შოთამ ეთყობა კარგი თვალი შემომხედა და სასინჯი გადაღება დამინიშნა, რადგან მე სასტიკი ვარ ეთქვი, არ მეყვარდა სასინჯი გადაღება, არც მაშინ, არც ეხლაც არ მეყვარს. და ასე მოხდა, რომ შემდეგ სასინჯი გადაღების გარეშე პირდაპირ ტანსაცმელი ამირჩიეს, რაღაცა ფოტო გადამიღეს ტანსაცმელში, რა უნდა მცმოდა. იქ ქარხანაში გვაქვს სცენები, ქარხნის ტანსაცმელი ამირჩიეს, შემდეგ ცხოვრებაში. პირდაპირ დამამტკიცა შოთა მანაგაძემ ამ როლზე. მაშინ საკმაოდ ძალიან ძნელი იყო, ერთ როლზე 3 კანდიდატურა მაინც უნდა ყოფილიყო, სამხატვრო საბჭო ასე მოითხოვდა. შოთამ თავისი გაიტანა. ვაშკაცი კაცი იყო, ისედაც ბუნებითაც ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო და ძლიერი კაცები მოგეხსენება ცოტა გულჩვილები არიან, გულთბილები არიან. და ჩვენ ამით ხშირად ვსარგებლობდით, მე გავთავამდით კიდეც. ბოლოს უკვე ჩვენი უფროსი მეგობარი გახდა და ჩვენ მის უმცროს მეგობრები ვიყავით ცხოვრებაში, ურთიერთობაშიც ასე იყო. ხო, ვაჯარებდით კიდეც, ვეხუმრებოდით კიდეც. უსაყვარლეს კაცი იყო. ეხლა ამ მანძილიდან უფრო კარგად ჩანს. როგორც პიროვნება და როგორც ხელოვანი სხვა შეიძლება. რაც შეეხება თვითონ პროცესს, როცა მუშაობთ. რაც დრო გადის, უფრო სიყვარულით ვიხსენებ, იმიტომ რომ პირველ რიგში შოთა მანაგაძე იყო, რაღაც სასწაული კაცი იყო. ჩვენზე უფროსი იყო, მამობილს ვეძახდით, სულ ეს ვინც დაკავებული ვართ ამ სურათში. ძალიან გვიყვარდა. სუფთა კაცი იყო იმისთან და დიდი ხიბლით. ამაკაცურისთვის, ვაშკაცური დიდი ხიბლით, ძლიერი კაცი იყო. და ძალიან კეთილი და გულმწყვილიც. ბევრს უბედავდით ხოლმე, ახლა რომ ვიხსენებ. ყველაფერს ესეთი კეთილშობილად იტანდა ხოლმე და
გაიღიმებ და რაღაც ხაბითობ გავიჯავდებოდა რაღაც. კარგი იყო რაღაც აი ოჯახის წევრივით იყო ეს კაცი. კეთილი ადამიანები დარჩა ჩვენში, როგორც მართალია რაღაც საკმაოდ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი და ზოგ შეიძლება მოეჩვენოს რომ რაღაც ბანალური ღირებულებების მატარებელი და გამთქმელი ფილმი შესაძლებელია ასეც ვივარაუდოთ, მაგრამ მეორე მხრივ ამ ფილმს ნამდვილად აქვს ნეორეალისტური ესთეტიკის ის გრაფიკული ნიშანი და ხაზი, რომელიც ახასიათებს ზოგადად 50-იან წლების ბოლოს 60-იან წლების ქართული კინოს რეჟისორების ხედვას, კონცეფციას, მხატვრულ გადაწყვეტას და რაც მთავარია, მანაგაძე იყო სწორედ ის რეჟისორი, რომელმაც ამ ფილმში ხასიათების არა დაპირისპირება და არა თეთრის და შავის, არა კეთილის და ბოროტის, არამედ ადამიანური სისუსტეების და თვისებების ის თანხwebdriver მოახდინა, რომელიც ჩვეულებრივად რეალისტური ყოველდღიურობისთვის და რეალისტური და რეალურად არსებული გრძნობებისთვის არის დამახასიათებელი. რა იყო გოგო? ემსივიჩო. ხომ გაიგონე რა თქვა? მალე ინჟინერი გავხდებიო. ქორწილი საბუდარაში უნდა გადავიხადოთ. ანტონობილები წავალ გოგო აქედან საბუდარაში. ძველი სახლი რო აქვს, იმას ანგრევს და ახალი უნდა აშენოს. ასე არ ჯობია გოგო, ჰა? რაო დედა, რაო? ასე არ ჯობია მეთქი? ასე ჯობია. ბატონი შოთა დიდებული რეჟისორი რომ იყო, ეს მისი ფილმებიდანაც ჩანს. მაგრამ ასევე საოცარი ადამიანი იყო. მე ერთი წლის მანძილზე რაც მასთან მუშაობდი, გარდა იმისა, რომ ბევრ რაღაცას სწავლობდი და იმაჩ ის რო არ ყოფილიყო, ალბათ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, აი მამაშვილურ დამოკიდებულებას გრძნობდი. სამაგალითო პიროვნებასთან რო ვიყავი. როგორ უყვარდა თავისი ქვეყანა. როგორ უფრთხილდებოდა ყველა ქართულ სიტყვას. აი რაღაც პატარა რაღაცებზე ვილაპარაკობთ, ქართულად ვილაპარაკეთ. ყველას მითითებებს გვაძლევდა. 19 წლისა გავხდი ქუთაისში გადაღებაზე. უკვე გადაღება დაწყებული ჰქონდა. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მეორე კურსზე გადავედით და წავედით კიდევაც გადაღებაზე გაზაფხულზე. ცხოვრობდით ერთად, ფილმის გადაღება მაშინ მოგეხსენებათ 1 წელი გრძელდებოდა თავისი ყველაფრით. მოსამზადებელი პერიოდით გადაღებები და მე რა ვიცი. ასე რომ ერთ ოჯახად ცხოვრობდით და აი მის ყოველდღიურ ზრუნვას, გარდა იმისა, რომ ყოველი დღე და მასთან ურთიერთობა იყო გაკვეთილი, ბევრი რამის სწავლა რო შეიძლება, იყო აი ესეთი თბილი ადამიანური ურთიერთობა. თებრული. საფახარ? ხო. გადაღებაზე ვიყავით ოჩამშირეში. იქ პატარა მოედანია ამ ქალაქის ცენტრში ზღვის პირას. და იმ მოედანზე უნდა ქონოდა გადაღება და ჩავედით იქ. აპარატურა ყველაფერი გაიშალა და სანამ დაიწყებოდა გადაღება ვიჯექით და ამზადებდნენ მოედანს გადაღებისთვის, მაგრამ იქეთ პატარა ბიჭები თამაშობდნენ ბურთს. ხო და ლაპარაკობდნენ რუსულად ერთმანეთში. პატარა ბიჭები. შოთას არ მოეწონა ეს რა ხდება საქართველოში, ბავშვები თამაშობენ და ლაპარაკობენ რუსულად. ქართული არ იციან. დაუძახა ერთის, მოდი აქ მოვიდა, რაღაცა კითხა შოთამ და არ მესმისო იმან უთხრა. ვერ გავიგე, რუსულად მითხარია. აბრაზდა, მაგრამ ის ვიკრა, ნუ აი
რა გვარი ხარო გითხარ? და ჩემდა გასახარად, იმიტომ რომ უკვე მექნებოდა მე სალაპარაკო, მანაგაძე ვარო უთხრა. მანაგაძე ბავშვი ქართულად ვერ ლაპარაკობს. არა და ბატონიშო და ეძახის რომ ჩვენნაირი ქართველები არ არიან. გაგიჟდა. ჩაშალა გადაღება, წავიდა საბჭოს თავმჯდომარე თუ ვიღაცა მოიყვანა, მოიწვია კრება, იმას ხალხს დაუძახა ყველას მაცხოვრებლებს და დიდი ლექცია ჩაუტარა რომ როგორ შეიძლება საქართველოში ქართველი ბავშვი ქართულად ვერ ლაპარაკობდეს. პირველი კადრი დამოუკიდებელი ნუდარი მხევსურულ ბალადაში ჩემით გადაიღო, ჩემთან ერთად. მამაჩემმა შოთა მანაგაძემ უთხრა ეს ერთი ბიჭი მყავს და მიმიხედეო. შოთა მანაგაძემ უთხრა მე საკუთარი შვილივით მოვლი ამ შენ შვილს. შოთა მანაგაძემ სასწაულად მე არა მართლაც. თუ არ მონაწილეობდი მაგის ფილმში რეჟისორებს თხოვდა რომ მაჩვენეთ ზურას მასალა მარტო სხვისი მასალა არა რომ ეს ბიჭუნა არ გაგვიფუჭდეს გაიგე რა იმითაც დავიწყე რომ ხომ არ შეეპარა რაღაცა და მაკონტროლებდა გაიგე სადან ახავ დღევანდელ ცხოვრებაში ამნაირი კაცს მოდი აპარე იკეჭნო ვარი აბა როდის მithავს თორღალ ეხლა გაგადრო თუ მასპინძელინებას დაფთო ვაჟებო, გაკეთინეთ ვაჟებო, რაო, რას იცინეს? ისა. იქ ყველაფერი მაგის გამოა. ბიჭები ჯერ ხასუში ჯევნეთ, მე კითხი. სასწაული იყო ცხენებზე ჯირითი ერთხელ ბატონიშოთა დაჯდა ცხენზე და გამომეკიდა ვერ მეტეოდა გაჩერდი გოგო გაჩერდი ნუ გავჩერდი რა თქმა უნდა და მეცია ლექსი მოგიძღვედი და ეს ლექსი მაინც მათქვევინო მარტო ბატონო აი და დაიწყო რაღაცა გული მკერდში ისე მიცგერს როგორც მიცემს ის როგორც ვეფხვი გალიაში და რაღაცა ეს თქვენი ლექსია ბატონო აი ხო მომიგონებოდა ვაიმე რაღაცა მეცნობა და ფიქრობ საიდან გამახსენდა ეხლა ბატონ შოთას იმ მომენტში ალბათ დავიწყდა რომ მაშინ მე გიორგის ცოლი ვიყავი და შენგელაების და ვაჩნდა და ეს თავის დროზე კოლა შენგელაებს დატოვაჩნდეს მიუწყდა ეს ლექსი და იმ დროს არ გამახსენდა და მე უკვე საღამოთი და ყოველ საღამოს რაღაც ვანთებდით კოცონს და ხინკალს აკეთებდნენ და ნუ რაღაც გენიალურ დროს ვატარებდით ამ გადაღებების დროს და დამარტყა და ბატონო შოთა ეს კოლა ახლა გადაეჭი ეხეთან ცოცხალი თავი ჩავშულს არ დაგანოდებ დარა
დავით. შეამძრიეთ! რაფერ შევამძრიოთ? შიშველი დედაკაციაში. მეზობლებო რა ხდება აქ? ლუიზა, სოფელი ჩამქოლავს. შოთა იყო ძალიან საყვარელი კაცი, ესე ჯგუფში დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა იყო, ყველასთან საერთო ენას პოულობდა და სულ ყველასთან იყო შინაური. შენებური იყო, შენი მეგობარი იყო, შენი ამხანაგი იყო. დიდი სიყვარულით გადაღების დროს გრძნობდი მის ალერსიან გამოხედვას და მის თანაგრძნობას. ის შენთან ერთად მოყვებოდა. არაფერს არ გაძალებდა, ჯეროდა მსახიობის და ბოლომდე მიყვებოდა მას. ეს ჩანს წუთის სოფელში არის უამრავი მსახიობი თამაშობს. ყველა სცენებში, ახლა იქ დეზერტირების სცენარი თუ კრების სცენარი თუ იმის კონტრრევოლუციის სცენა, იქ საპყრობილის სცენა, ქალები რომ მოდიან და ბავშვებს ტოვებენ თუ რა. უამრავი სცენებია და სულ ყველგან ყველა როლზე პატარა დიდი როლი სულ ყველგან არიან მსახიობები ასახიერებენ და იმიტომაც გამოვიდა ესეთი ბრწყინვალე ფილმი. თქვენ კი კაცებო, გეყოფათ ტყეღრეხეტიალი. დაბრუნდით სახლებში, მიხედათ თქვენ ოჯახებს. სიმის მაინც ტყეღრე მიჩვენია. თარხანა, შენს ოჯახს ვერ გამოდგომი ხარ. ციმბირში ვიც რა ჭირად უნდა ხარ. ხომ თქვა მთავრობა, ვინც არახ ჩაგვაბარებს ვაპატიებთო. დავიჯერო და შევყო თავი რომის ხახაში. ბოლშევიკებმა თავისი ბაღნები მოატყუონ. შენზე არ უთხოვს მთავრობას ვაპატიებთო. შესპიდე დედაკაცო, აგიტაცია და ოჯახს მიხედე ოჯახს. წავალ შენსავე ტყეში ხომ არ ვიწოწიანე. აბა მომყევით ქალებო. დიდი სიყვარული სუფევს მის ფილმებში, თითქმის ყველა ფილმებში, აი თუ გინდათ საბუდარელი ჭაბუკი ავიღოთ, გინდათ ხევსურული ბალადა თუ წუთის სოფელი, სულ სიყვარული სუფევს ყველგან, სიყვარული და ქართული სული. აი ეს იყო შოთა მანაგაძე. დიდი პიროვნება, დიდი კაცი, დიდი რეჟისორი და დიდი შემოქმედი. ის კლასიკოსი გახდათ. აი ეს უნდა აღვნიშნო, კლასიკოსი ბუნებრივია, რაღაცეების და რაღაც სტანდარტების მიმართ ანგარიშ გაწევაც უწევს ხოლმე, ხანდახან ხდება ისე რომ ეს ასე არ გამოდის, მაგრამ კლასიკოსი, რომელიც ძალზე კარგად იცნობდა ქართულ კინოს კარგად იცნობდა, იცით, ეს არ არის უბრალოდ თვისება. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ქრონოლოგიურად მისი ისტორიის ცოდნა, ეს არის მისი თვისებების აღმოჩენა და ცოდნა. ამიტომ მანაგაძემ ქართული პოეტური კინოს ნიშნებით და მისი ხასიათით ძალიან კარგად იცოდა და მოახერხა რომ თავი დაიმკვიდრა აი ამ მრავალფეროვან სივრცეში და არც თუ იოლ გარემოში, იმიტომ რომ ბევრი რაღაც და ბევრი ბარიერი ხდებოდა ამ რეჟისორებს თავის გზაზე, ისე რომ დარჩა სამსახიობო კინოს ერთგულ რეჟისორად, ეს ერთი სამსახიობო კინოსი, ანუ რეჟისორად, რომელიც მსახიობზე ორიენტირს არასოდეს არ თმობდა და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორე მას ძალიან კარგად და საინტერესოდ შეეძლო სივრცის გააზრება, რომელზეც მუშაობდა. და სწორედ ასეთ რეჟისორად დარჩა ისტორიას.
ღამე თავის ოთახში მუშაობდა, მე მეძინა აქეთ, შემოვიდოდა ჩემთან. შემოვიდოდა ხელში სცენარი მეორე დღეს რაც გადასაღები იყო, აი მას ამზადებდა და მეტყოდა ქეთო მიგდე ყური შენი ჭირი მე მხოლოდ თვალებში მიყურე წავიკითხავ და გეტყვი. წაიკითხავ და იმ მონაკვეთს თუ მომეწონებოდა ვეტყოდი კარგია. გაუხარდებოდა თუ არა შოთ არ მომწეს. დახურავდა და გავიდოდა მაშინ რომ გადაეკეთებია. ჩემი ცხოვრება მაგასთან ეს იყო სიცოცხლე დაუშრეტელი. განამარტო ჩემთვის უყველასათვის იყო არაჩვეულებრივი.